საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი მონაცემებით 2026 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების ტენდენცია კლებისკენ შეიცვალა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იკლო როგორც შემომსვლელთა რაოდენობამ, ისე ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა, თუმცა გაიზარდა ვიზიტორთა კმაყოფილების დონე და ქვეყანაში გატარებული ღამეების რაოდენობა. ანგარიშის თანახმად 2026 წლის მეორე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.3 მილიონ შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.2% ნაკლებია. საქსტატის ინფორმაციით, სტუმრების 91.5% მხოლოდ ტურისტი იყო, ანუ პირი, რომელმაც ღამე გაათენა საქართველოში. 14.8% კი მხოლოდ ექსკურსანტი, 3.8% ორივე ერთად. როგორც ანგარიში წერია, ყველაზე პოპულარულ მიმართულებად დედაქალაქი და შავი ზღვის სანაპირო რჩება. ტურისტების რაოდენობის კლებამ პირდაპირ ასახვა პოვა ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც. საქსტატის თანახმად 2026 წლის მეორე კვარტალში უცხოელი ვიზიტორების მიერ გაწეული ჯამური ხარჯი 3 მილიარდი ლარი იყო, რაც 2025 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 13.3% ნაკლებია. ასევე 9.2% შემცირდა ერთ ვიზიტზე საშუალო ხარჯიც და 1922.1 ლარი შეადგინა.